გამარჯობა მარიამ, მშვიდობისა, მოგესალმებით. მოგესალმებით. დიდი მადლობა რომ გვერდებით გვიხარია ძალიან. როგორ ბრძანდებით პირველ რიგში მოგიკითხავთ? მადლობს ძალიან კარგად თქვენი ურაგწმენ. ჩვენც ძალიან კარგად ვართ. გვაქვს ასაუბრო ბევრი განსაკუთრებით რადიოზე, გადაცემაზე, კონკრეტულად იმ მიმართულებებზე და საერთოდ თუ რა თემებზე საუბრობენ თურქეთის ქართულ ენოვან რადიოში. მოდი აქედან დავიწყოთ. მოდით ისტორიაზეც მოყვეთ, თუ შეიძლება. რამდენი ხანია რაც არსებობს თურქეთში ქართულ ენოვანი რადიო, რა სიხშირით მაუწყებლობს და რა გადაცემებია, რა თემები აქტუალური, მსმენელის ჩართულობა რამდენად დიდია. ყველაფერი გვაინტერესებს ამ რადიოს შესახებ. დიახ. დიახ, ეს არის სახელმწიფო თურქეთის სახელმწიფო რადიო ტერეტეს სახელწოდების. და 1998 წელს უკვე შეუერთდა მას ქართულ ენოვანი რადიოც და ასევე მინდა გითხრათ ისიც, რომ თურქეთის სახელმწიფო რადიოს აქვს 51 ქვეყანაში თავის მაუწყებლობა და მათ შორის საქართველოშიც და ეს ჩვენთან ცნობილი არის როგორც თურქეთის ხმა. ასევე ამ რადიოს მოსმენა თქვენ შეგიძლიათ 31 მეტრის სიგრძის 9655 კილოცერცის სიხშირის მოკლე ტალღაზე, მაგრამ ათულად რომ ვთქვათ, უფრო ვებ გვერდზე შეგიძლიათ მოსმენათ ტერეტე ჯორჯიან, წერტილი.com. ასევე ტერეტეს მთავარ გვერდზე ტერეტე.net.tr. გასაგებია. მარიამ, სალამ კონკრეტულად გადაცემაზე გითხავთ. მათ შეეხება გადაცემებს. არის საკმაოდ მრავალფეროვანი მაუწყებლობა, იმ მხრივ რომ არის სხვადასხვა ფორმატის გადაცემა, ეს ეხება კულტურას, ლიტერატურას, ეკონომიკას, სპორტს და ყოველ დღე თურქეთის დროით პირველიდან 2 საათამდე, საქართველოს დროით 2-დან 3 საათამდე აქვს ჩართვები ქართულ ენაზე და მსოფლიოსა და თურქეთის ამბებს პირდაპირ ეთერით გადმოსცემენ. თვითონ რადიოში არის და 4 თანამშრომელი, ჩემი ჩათვლით 5. ხელმძღვანელი გახლავთ ლელა გაჩიჩილაძე. დანარჩენი და მათ განაწილებული აქვთ გადაცემები. მაგალითად, ქალბატონი ლელა მუშაობს ძირითადად კულტურის განხრით, დანარჩენი თანამშრომლები ეხებიან სპორტს, ეკონომიკას. და ისინი გადმოსცემენ ყოველდღიურად ახალ ინფორმაციას. მარიამ, რა შეეხება თქვენს გადაცემას? მე შედარებით ახალი წევრი ვარ ამ ჯგუფის. წელს შევხვდი მათ ქალბატონი ლელას მოთხოვნით და შემდეგ მე მომივიდა ესეთი აზრი, რომ გადაცემაც ყოფილიყო ლიტერატურის შესახებ. ოღონდ არა ესე მოკლე ინფორმაციური სახით, არამედ მთლიანი გადაცემა მიძღვნოდა ზოგადად თურქულსა და ქართულ ლიტერატურას. ამიტომაც ალბათ უფრო საინტერესო იქნება თუ კი დავიწყებთ სათაურიდან, ლიტერატურა ჩაისთანხლებით, იმიტომ რომ გაცილებით ისეთი ღრმა ქვეტექსტი ჩავდი ალბათ ამ სათაურის შექმნისას, რადგანაც ესე ვიფიქრეთ, რომ ლიტერატურა ავიღეთ ჩვენ წიგნებიდან და ჩაისასაუბრო თემად გამოვიყენით, ესე რომ ვთქვათ. ანუ ისეთ თემებს განვიხილავთ ამ გადაცემაში, რაც შეგიძლიათ ნებისმიერ ადგილას განიხილოთ, სახლში, მეგობრებთან ერთად, კაფეში, ასე რომ უფრო აქტუალური სახე მივანჭეთ, შეიძლება ითქვას, ამ გადაცემას. და ერთი დადებითი თვისება ის აქვს თურქეთის სახელმწიფო რადიოს, რომ ცენზურა არ არსებობს. ფაქტობრივად თემებს ვირჩევ მე, თავისუფლად გიწევთ მუშაობა. მარიამ, თქვენზეც მინდა კითხოთ მსმენელს, რა თქმა უნდა, დააინტერესებს, რამდენი ხანია რაც თურქეთში ცხოვრობთ, გვაინტერესებს თქვენ შესახებ. როგორ მოხდით მათ, თქვენზე მოგიყევით? არსებობს ესეთი პროგრამა სტუდენტებისთვის განკუთვნილი სასტიპენდიო პროგრამა, თურქეთის სტიპენდიები, ესე ჰქვია. საქართველოში სტუდენტები ჯერ ხდება დარეგისტრირება, ეგრეთ წოდებული CV-ს შევსება, თუ კი ეს CV დააკმაყოფილებთ მათ, შემდეგ გადიხართ გასაუბრებაზე, თუ კი გასაუბრებაზეც მოეწონებით, მაშინ ხდები თურქეთის სახელმწიფოს რომელიმე უნივერსიტეტის სტიპენდიანტი. მე გამიმართლა და მოვხდი ანკარის სახელმწიფო ჰაჯეთეპეს უნივერსიტეტში. ვარ სტიპენდიანტი. ფაქტობრივად ჩვენი თავის რჩენა აქვს სტუდენტებს ჩვენივე სტიპენდიით შეგვიძლია. და გასაგებია. მარიამ, თარგმანებზე უნდა გკითხოთ აუცილებლად. მე მგონი დოჩანაშვილიც თარგმნეთ, ხო?
დიახ, დოჩანაშვილის კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა, თუმცა ბატონი გურამისგან გამოქვეყნებისთვის ჯერ უფლება არ ამიღია, ალბათ სავარაუდოდ ამ ზაფხულში შევხვდები მას, უფლებას მიიღებდა მხოლოდ ამის შემდეგ გამოვა წიგნად, მაგრამ ბატონ გურამ დოჩანაშვილმა და გურამ ჩეულიშვილის 19 ნოველა ვთარგმნე. მის დასაც ქალბატონ მარინესაც შევხვდი, რომელსგანაც უფლება ავიღეთ, ეხლა სტამბოლს გადავეცით და ალბათ სექტემბრისთვის უკვე წიგნის სახით გამოვა გურამ ჩეულიშვილი თურქულ ენაზე და სავარაუდოდ წიგნის სახელწოდება იქნება ნელი ტანგო. თქვენ რამდენი ხანია რაც ის რამდენი წელი გამოდის რაც მან ხართ? მე მესამე წელია აქ ვარ. მესამე წელია, თუმცა ამ 3 წელიწადში ისწავლეთ ენას კარგად? აკადემიურ დონეზე და შესაბამისად ლიტერატურულ დონეზეც კი. შეგიძლიათ თურქულად რომ დაგვემშვიდობოთ. ერთი ფრაზა თურქულად რომ გაჟღერდეთ. დილამშვიდობისა საქართველოს უთხარით, შეგიძლიათ მთელი საქართველოს გისმენთ. გინაიდან გიორჯისთან. ჩვენც მოგესალმებით. მსმენელი გველოდება ჩვენ ხაზზე, არ გათიშოთ, მარიამ დაჩით ჩვენთან. ჩვენი მსმენელი ჩამოგვიერთდა. გამარჯობა დილამშვიდობისა მოგესალმებით. დიახ. ეცით მე ძალიან მოკლედ ერთი თხოვნა მაქვს მარიამთან, ჯერ მინდა პირველ რიგში წარმატებები უსურვო, რასაკვირველია და მე იქნებ გითხრას ის პროფესორ მასწავლებლები, რომლებმაც ჩამოაყალიბეს მარიამი აი ამ ფორმით, როგორცაც ახლა ჩვენ ვუსმენთ და ეს იქნება მადლიერების გამოხატვა იმ პროფესორ მასწავლებლებისადმი, თურქული ენის სპეციალისტებისათვის. კარგით. გვანდლობთ არისთვის. მარიამ, გაიგეთ ხო? ალბათ მე ვინც მიჩნევს ისიც ეცოდინება, რომ მე არასდროს არ ვიწყებ იმათ შრომას, რაც ჩემთვის გასწიეს, თუნდაც იმ პროფესორ მასწავლებლებისაც საქართველოში, ვინც მე აღმზარდებს თუნდაც ამ სფეროში, თუმცა თქვენ რადგანაც ამის შესახებ არ მკითხეთ, მეც ვიფიქრე, რომ ალბათ გადაცემის დასასრულისთვის ორი სიტყვით ვიტყოდი. მას მიმართ მადლობასაც და ასევე აქ საელჩოს მიმართაც, რა თქმა უნდა, ძალიან მადლიერი ვარ. მაგრამ ყველაზე დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ქალბატონ ცისანა აბულაძეს, ოსმალოლოგს და ქუთაისის სახელმწიფო აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში თურქოლოგიის კათედრის ლექტორ მასწავლებლებს. და ასევე ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო აქ არსებულ საელჩოს ბატონ ირაკლის მის მეუღლეს ქალბატონ ირინეს, რომლებმაც ფაქტობრივად ჩვენ აქ სტუდენტების მშობლების ახლობლების შორს მყოფებს მოგვიწყო ოჯახური გარემო და ვისაც მშვენიერი საღამოებს გვიმართავენ ხოლმე. რა ვიცი, მე ყველა ამ ადამიანის ძალიან დიდი მადლობელი ვარ, იმიტომ რომ არა ეს ადამიანები ალბათ და თუნდაც ის რადიოში მომუშავე ჯგუფი ალბათ მე დღეს ვერაფერს გავაკეთებდი მარტო. კოლეგიალურად შეგვიძლია დაგემშვიდობოთ და დავალოდოთ იმ დროს, როცა ჩამოგბრძანდებით და გვესტუმრებით პირდაპირ ეთერში. ძალიან დიდი მადლობა. დიდი მადლობა ჩართვისთვის და გისურვებთ წარმატებას ყველა ქვეყანაში, სადაც არ უნდა იყოთ. დაგემშვიდობებით და ჩვენს მსმენელს კიდევ ერთხელ შევახსენეთ, რომ ჩვენ პირდაპირ ეთერში ვესაუბრებოდით მარიამ გაფრინდაშვილს, თურქეთიდან თურქეთის ქართულენოვანი რადიოს გადაცემის ავტორი გახლავთ ლიტერატურა ჩაის თანხლებით.